ძალიან ახლოს არის ეს ფილმი სრულყოფილებასთან და სად არ არის? ეხლა მაგას მე ვიცი. ამას კიდე ამ პერსონასთან fuck გამარჯობა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ Wim Wenders-ის Wings of Desire, რომელიც ქართულად არის გადათარგმნილი როგორც ბერლინის ცა. ხო და ეს Wings of Desire არის ინგლისური ვერსია, ანუ გერმანულად ქვია თურმე ბერლინის ცა, ხო? გადავწყვეტეთ ახალი რუბრიკა თუ რაღაც დავამატოთ, რომელშიც განვიხილავთ კლასიკა ფილმებს რა, ან ისეთ ფილმებს, რომლებსაც დიდი ყურადღება არ ექცევათ. ხა, ეს მაგალითად უბრალოდ კლასიკა ფილმია და მთელი ყურადღება აქვს მიქცეული 5 წლიდან დღემდე. შემოთავაზებებს ვიღებთ და ვითვალისწინებთ. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ვიდეო და დაგვიტოვეთ კომენტარები და თქვენი აზრები. მაშასე, Wim Wenders-ის ბერლინის ცა. მოდი დავიწყოთ ექსპოზიციური ნაწილით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველაფერში მნიშვნელოვანია ექსპოზიცია, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ექსპოზიცია და ფილმის სამყაროში შეყავხარ, მაგრამ მე მგონია რომ ფილმს აქვს ძალიან გამორჩეული და საინტერესო ექსპოზიციური ნაწილი, ამიტომ მოდი მაგას დავიწყოთ ლაპარაკი. პოემას რითიც იწყება გადავახტევი. მე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება, ამიტომ პირდაპირ იქიდან დავიწყებ. პირველი რაც შეიმჩნევა არის, რომ ბევრი voice-overია, განსაკუთრებით პირველ ნაწილში, რაც განპირობებულია იმით, რომ ანგელოზებს, ანუ რომლებიც ამ ფილმის მთავარი გმირები არიან, რა თქმა უნდა, ესმით ადამიანების ფიქრები, შინაგანი მონოლოგები და ასე შემდეგ. ჩვენც ვართ რაღაც თითქოს მესამე ანგელოზი, მაგრამ მომენტებს რომ ანგელოზთან. ამ voice-overებთან დაკავშირებით რის თქმა მინდა და რატო არის შემთხვევით საინტერესო. ჯერ კამერა ძალიან თავისუფალია და მართლა დაფარფატებს და მართლა გაგრძნობინებს, რომ აი ანგელოზების სამყაროა, ანგელოზების პერსპექტივაა და შენს რაღაც ეს დამკვირვებელი, რაღაც იმათი ნაწილი ხარ. თავიდან ამ ფილმში თავარი პერსონაჟი ესე გამოკვეთილად არ ყავს და რაღაც ერთი პერსონაჟიდან მეორეზე გადადის, ერთი voice-overიდან მეორეზე და არც ერთის აზრი არ თავდება ამ პერსონაჟებს ვერ ვიცნობთ და რაღაცა თითქოს ისე უნდა იყოს, რომ დიდად არ უნდა გვაინტერესოს, ანუ რთულია რომ დაგაინტერესოს. ტექსტზე უნდა გავამოხოთ ყურადღება. იმდენად საინტერესოდ არის ამ თითოეული ადამიანის ფიქრები და შინაგანი ემოციები დაწერილი, რომ თუნდაც წამიერად როცა ისინი არიან ეკრანზე, მათ მიიჩნევთ თავარ პერსონაჟად რა და ალბათ ზუსტად ეს იყო ამის მიზანი რა, ანუ ამ სამყაროში შესვლისას ანგელოზები როცა ვიახშეს უსმენენ ის არის მათთვის თავარი პერსონაჟი იმ მომენტში და ეს ძალიან კარგად არის დაჭერილი და ძალიან ბუნებრივად და ორგანულად არის დაწერილი რა და პირველ რიგში ამის აღნიშნა მინდა. არ ცდილობს Wim Wenders-ი რომ გააკეთოს ამ ფილმით აი რაღაც ფილოსოფია, როცა ხელოვანი არის ხელოვანი და როცა ოსტატი არის ოსტატი, არაფრის გაკეთება ძალით არ უწევს. სათხარ ყველაზე მართალ საკუთარ ფიქრებში ხო? ძალიან მართალი ტექსტი არა, სულაც ეს აკეთებს როგორც ადამიანები იფიქრან გულწრფელი არის და მაგიტო. გარდა იმისა, რომ პერსონაჟად აქცევს მაყურებელს, ამასთანავე მე და შენ ახლავს ხედავთ ხო პირობითად კინოში, ვუყურებთ ამ ფილმს და უდიდესი ახლოვეს გძნობ შენ მიმართ, როდესაც ხარ სრულიად უცხო ადამიანი, იმიტომ რომ ხედავ, რომ ეკრანზე რომ ხედავ ამდენი განსხვავებული ადამიანი ფიქრობს ზუსტად ისე და ფიქრობს ისეთ რაღაცებზე, რაზეც მე უკვე ავტომატურად ვიცი, რომ შენ ზუსტად ამაზე ხო არავინ არ ვიწყებთ ხოლმე არასდროს ეხლა ცხოვრების განმავლობაში ზოგჯერ შეიძლება, მაგრამ ასე ზოგადად რომ აი ახლა ვინ რაზე ფიქრობს, მე რაზე ვფიქრობ და ასე ძალიან ღრმა. არა, ეს ფილმი ამას გეუბნება და რა მე საბჭოა დამჩა რომ აი ეს სიახლოვე ჩვენ შორისაც შედგება იმ კამერა რო ყოფილიყო დაუშვათ ამ კონკრეტულ ადამიანზე ესე მიშტერებული მთელი 15 წამით რამდენი ხანიც ეს მონოლოგი მიდის, არ იქნებოდა ეგეთი ინტერაქციული, მაგრამ პანორამული და რაღაცა ძალიან თავისუფალი როა და ამავდროულად სახლის სიტუაციას რო გაჩვენებს და რა თქმა უნდა გარემო ადამიანებს ისევე ახასიათებს როგორც და შეიძლება უკეთესადაც ვიდრე სიტყვები. მაგ ორი რაღაც თანხვედრა არის ძალიან
ვიმ ვენდერსულად გაკეთებული. ფილოსოფიური ფიქრები, ლამაზი დაწერილი ტექსტი ვიმ ვენდერს კარგად გამოუვიდო და იგივენერად ამ ფილმშიც იყო ერთ-ერთ პერსონაჟზე კაცი, რომელსაც ბიბლიოთეკაში ნახავენ. იცის გრძნობს მათ არსებობას, მაგრამ მე თვითონ ვერ მივხვდი, ისიც ყოფილი ანგელოზია თუ უბრალოდ ამ კაცის ფიქრები არის ცოტა უფრო ხო, უფრო პოეტურია. ბიბლიოთეკის სცენა ვახსენოთ საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სცენა. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ კამერაში იხედება და ზოგი საერთოდ არ იხმობს კამერას. რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ზოგი ადამიანი გრძნობს ამ ანგელოზების იქ ყოფნას და ზოგი არა, როგორც უმრავლესობა რა. ეგ კითხვა გაუჩნდებოდა ყველას, რომ აი რატო იყურება ზოგი, რატო ამჩნევს ზოგი ამათ და რატო ზუსტად მაგიტო ალბათ, რომ ისინი არიან ანგელოზები, რაც ბოლოში კულმინაციურ მომენტში გაირკვა რა. წინასწარ რაღაც მარცვლები არის ჩაყრილი, რასაც მერე სცემს პასუხს და ეგ არის ზოგადად ფილმში ძალიან მაგარი რაღაც, რომ აი მაგის გაკეთება შეგეძლია, რომ გაახსენო ადამიანს, რომ ეს ამიტომ იყო ასე. ძალიან მაგარი კინემატოგრაფიული რაღაც არის ეგ. კი, ლოგიკურად ხვდები და ლოგიკურად გამიჩნდა მეც ხო ის აზრი, რომ ეს კაციც ეს მწერალიც არის ყოფილი ანგელოზი. მაგრამ თან ზუსტად არიცი თუ არა იქნებ თავისი იმ კავშირის გამო, რაც უბრალოდ როგორც ხელოვანს აქვს სამყაროსთან, ამის გამო იცის, ამის ყოფილი ანგელოზები გრძნობენ, თუ უნდას და თუ უკვირდებიან ამას, ხო? მაგრამ ვინც ხედავენ, არიან ბავშვები. და პირველივე სიტყვები, როდესაც ბავშვი იყო და ამ ლექს რეფრენი არის ჩვეულებრივად ამ ფილმის, მაგრამ აი ეს ბავშვის როლი და ზოგადად ბავშვი როგორი უნიკალური არსება არის, აი ეგ ძალიან მაგრა არის რა წამოწეული, რომ ხედავენ, ეს სხვა კავშირი აქვთ, სამყაროში ანგელოზია, ეგეთი. ხო, ძალიან ეხა აი ფრაზას რო ამბობ, ხო, მეც ეხა ეგ ფრაზა რასაკვირველად თავში მქონდა. ასე რომ ამბობ სიტყვებით, არის ძალიან პათეტიკურიც და აი არ მომწონს. ხო, აი რო ვფიქრობ მაშინაც კი, მაგრამ ამ ფილმში რო უყურებ, რომ ყველა ბავშვი ანგელოზია, რაღაც ხო, აი როგორ შეიძლება გაგაღიზიანოს და როგორ შეიძლება რაიმე ბანალურთან მქონდეს ჩავლილი. პოემაშივე რო ეთქვა ეგ, რომ ყველა ბავშვი ანგელოზია, ძალიან ლამაზად გაგაღიზიანებთ, მაგრამ ზუსტად ხო და არ მაგიტო და როცა მილიონჯერ როცა ბავშვი იყო ესა და ეს მოხდა, როცა ბავშვი იყო ასე და ასე შევიდა, როცა სულ ბავშვი, მაგრამ არც ერთხელ რომ როცა ბავშვი ანგელოზი იყო ან რაღაც არ ვიცი. დრამას თავიდან მიიქცია ყურადღება, რა თქმა უნდა იყო ის, რომ ფილმი არის შავ-თეთრი, მაგრამ არის რამდენიმე მომენტი, როცა ფილმი ხდება ფერადი. ერთი მომენტია, როცა მთავარი პერსონაჟი, მთავარი ანგელოზი ხედავს ქალს, რომელიც უყვარდება და თითქოს ეს შეყვარების მომენტი არის გაფერადებული, რომ გაფერადდა და რომ დავაკავშირე, ალბათ იმიტომ გაფერადდა, რომ უყვარდება და შემდეგ ცოტა ისეთი იყო, რომ აი ხო, კარგი რა ვიმ. აი რა, მაგრამ მე ერთმა დეტალმა გადაარჩინა, ასე ვთქვათ, ეს მხატვრული თექნიკა, რომელიც ვიმენდერს რო ესე ხლაცელა უფლებო. ვაუ, გადაარჩინა. ერთი დეტალი, რომელმაც თავიდან ძალიან დამაბნია, მაგრამ მე ჩემებური ინტერპრეტაციით ავხსენი, რაც შესაძლოა საერთოდ არ იყოს ახლოს, შესაძლოა ზუსტად ეგ იყოს და ისეთი საფიქალი არც იყოს, როგორც მე ჩავფიქრდი, მაგრამ ეს პერსონაჟი მსახიობი, რომელიც ბოლოს აღმოჩნდება, რომ ანგელოზია, ერთ მომენტში მაგასთანაც ფერადდება სამყარო და ეს არის კადრი, როცა ის უყურებს თავის პერფორმანსს ტელევიზორში. ეს პერსონაჟი თან მსახიობი ცოტა ისეთ შაბეჭებას ტოვებს, რომ აი თავის-თავზე შეყვარებული და თქოს აი თავიდან ეგეთ იმას ტოვებს, რომ აი ხო, საინტერესოა კი. ხო, ფერად და მაგიტო მეთქი ეს თავის-თავი უყვარდება თო რატო ბოლოს მივხვდი ზუსტად იმ მომენტში როცა აღმოჩნდა რომ ეს ანგელოზი იყო ზუსტად ის მომენტები გაფერად და როცა ამ ანგელოზებს ადამიანობა მოუნდათ რეალურად როცა ადამიანობა შეუყვარდათ როცა მათ გონებაში პირველად გაიელვა რეალურად იმ აზრმა რომ
აღარ მინდა რომ ანგელოზი ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ მკვდავი ვარ და ხელაძალა უფლება მაქვს და შემდეგ მინდა რომ ადამიანი ვიყო. ასევე საინტერესოა რომ ანგელოზი მაგ პროფესიას აირჩეოდა, იმიტომ რომ როგორც აქვს დასაწყისში, ამდენი voice-overi, ამდენი ადამიანი, ამდენი პერსონაჟი და მსახიობი ხო ეგ არის რეალურად, რომ ყველას ტყავში ძვება. აი გაფერადებაზე ძალიან მაგარი ვერსია იყო, ძალიან მომეწონა შენი ვერსია, ოღონდ მე ცოტა სხვა ის ჩემი ეს იყო, რომ ანგელოზები სამყაროს ხედავენ შავ-თეთრად და ის ნაწილები, სადაც ფერადად არის ნაჩვენები, იმ კადრებში, იგივე აი, როდესაც ის ქალი იხდის, ხო? როცა უყურებს ანგელოზი შავ-თეთრია, მაგრამ როცა უკან კამერა ოთახს უყურებს და წესით იქ ანგელოზი უნდა იდგეს, იქ ანგელოზი არ დგას და არის ფერადი მაგ დროს, ანუ რეალური სამყარო არის ფერადი და ანგელოზების სამყარო არის შავ-თეთრი. ანგელოზების ცხოვრება ვერ იქნება სავსე და ვერ იქნება სრულყოფილი, იმიტომ რომ არ შეუძლიათ, ანუ შეგრძნება არ შეუძლიათ, რაზეც თვითონვე უამრავჯერ უსვამი ხაზს და ეგ არის კიდე, აი ეს არის კიდე ღმერთჯამი რა, მაგრამ იმიტომ კი არ უნდა რომ ადამიანები გახდნენ, რომ აი გასაგებია რომ მატერიალურის გამო არ ენდობათ, იმიტომ რომ ანგელოზები არიან, მაგრამ აი ეს ერთ-ერთი მაგალითად რაც ჩავიწრე, იმიტომ რომ ძალიან გამეხიმა ამაზე, გავიგოთ როგორი შეგრძნება მაგიდის ქვეშ, გაიხადო ფეხსაცმელები. აი ამის გამო რო გინდა რომ უკვდავება დათმო, მარტო იმიტომ რომ შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაიხადო მაგიდის ქვემოთ ფეხსაცმელები და აი ეს უნდათ რომ გაიგონ, რა არის რაღაცას ხო გრძნობს ამ დროს, რა შეგრძნება? იქ რასაკვირველია უამრავჯერ აქვს ნახსენები და უფრო ქარი უნდა სახეზე იგრძნოს რაღაც, რაც მართლა ძალიან პოეტურია, მაგრამ არის ძალიან სადა. ამ დეტალებმა უფრო გამიღრმავა ის იდეა, რომ მათი სამყარო არის შავ-თეთრი და იმიტომ არის შავ-თეთრად ნაჩვენები. შენი ვერსია მომწონს ძალიან ამ დროს. მაგრამ ხომ ეს ხო მოკლედ ვიდა ვილაპარაკო ერთ სცენაზე, რომელიც ამ ფილმში მახსოვს, რომ ზუსტად ეს კადრი შემხვდა ინტერნეტში და ამის გამო ჩავხტე რა რეალურად. ეს არის ახალგაზრდა ბიჭის თვითმკვლელობის სცენა. ალბათ სანამ ვიტყოდი ბევრმა როგორც გვანცამ გაიფიქრეთ, რომ ეგ იქნებოდა, იმიტომ რომ არის მართლა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სულიერად რო შეგძრავს ისეთი სცენა ამ ფილმში, მაგრამ ჩემთვის ეს არის ძალიან გამორჩეული და შეიძლება ობიექტურად რო ვთქვათ და მე თვითონაც ვიაზრებ რომ სხვა სცენები არის უფრო ემოციური, მაგრამ აქ ამ სცენამ რატო დამატყვება ასე. გარდა იმისა რომ ძალიან კარგად არის ისევ და ისევ შინაგანი სასოწარკვეთილი მონოლოგი ამ ბიჭის და ასე შემდეგ, ის კადრი, უძრავი კადრი რაც არის რომ ეს ანგელოზი თავს ადებს ბიჭს და ზოგადად თვითონ ეგ დეტალიც რომ ადამიანებს რო ეხებიან და უახლოვდებიან და უკეთ რო აგრძნობინებენ თავს, მაგრამ ანგელოზების არ არიან ყოვლის შემძლეები და ბოლომდე ვერ ეხმარებიან ადამიანებს, ამიტომ მათი შეხება, ეს თავის დადება რაც არის ძალიან, იცი რომ ანგელოზები არის ძალიან ადამიანური რაღაცა, რომ უბრალოდ გინდა რომ ვიღაც გადაარჩინო. ვერ გადაარჩენს, როგორც ვიცით, ძალიან მძიმე საყურებელია და უფრო მძიმე მოსასმენი, იმიტომ რომ უცებ ისმის ანგელოზის ღრიალი, შეძრწუნებული ღრიალი, რაც ძალიან შემძრამე პირადად, იმიტომ რომ კონტროლს არ კარგავენ საკუთარ თავზე ეს. ამდენად კინდაული უნდა იყოს, რომ ამით უწევთ სამართლისო ცხოვრება. და ანუ თან მართლა ანუ ვერც ეხებიან ვერაფერი, თითქოს სიამოვნებას ვერაფრით ვერ იღებენ, იმიტომ რომ აი ყურებით კი რაღაც სიამოვნებას მიიღებენ, მაგრამ ეგ ხო ცხოვრება არ არის მართლა, ანუ შავ-თეთრი არა. და აი თითქოს აი ტანჯვისთვის და რა თქმა უნდა რომ ადამიანობა უნდა. მან იგებ რატომ უნდათ ადამიანობა კიდევ ერთ მიზეზს იგებ რა. ყველაფერს აკონტროლებს გულისხმობ, ანუ საკუთარ აი კამერა ძალიან აკონტროლებს თავის თავს, პერსონაჟები ძალიან აკონტროლებენ თავის თავს, მონტაჟიც კი, აი ძალიან ეს ბეწვის ხელს, აი ესე აი რაღაც ხელში ჯოხი უჭირავს და წვრილ ბაგირზე გადიან რაღაც 2000 მეტრის სიმაღლეზე და ეგეთი წონასწორობა არსებობს და ეს მაგ მხრივ არის ძალიან გამორჩეული, რომ თლიან ფილმში ეს ეპიზოდი ყველაზე მეტად ღრიალებს. მარტო ის ანგელოზი ხო არა, ამიტომ ძალიან გეთანხმები და აი რაღაც დაძაბული ხარ მაგ ეპიზოდზე. მესმის, იმიტომ რომ მეც ახლა მეორედ მომიწია ამ ფილმის ყურება და შვიდაში ვნახავდი, მაგრამ ეგ ეპიზოდი რომ მოვიდა მართლა მაგის დრო და ეს მონოლოგი რო ისმის, ვაიმე მეთქი ეს ეპიზოდია და იქნებ გადარჩეს. ხო? ზუსტად. რო გავაცნობი რომ ეგ ეპიზოდი მოვიდო და ძალიან დავიძაბე, ძალიან დაჭიმული ვიყავი, მერე
ხო, ისე მოხდა. ისე ვერ გადაარჩინა. ეს დეტალიც ეცახის არის სხვადასხვა ეპიზოდში რო გვხვდება და მეტაფორული არა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესე იგი. როცა ანგელოზი ხედავს პირველად ამ ქალს, ეს ქალი ცირკში აკრობატია, უკეთია ფრთები, რომელიც არ უნდა რო ეკეთოს. და ეს ხელმძღვანელი ვთქვათ აძალებს, რომ ეს ფრთები ეკეთოს. ეს ადამიანი ხო არის ის, ვის გამოც რეალურად საბოლოოდ გააწყოს, რომ ადამიანი გახდეს. ანუ მისი ადამიანია და ეს არის მომენტი, როცა ისინი ერთმანეთს პოულობენ. ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რომ ამ მომენტში მის ადამიანს, მის მეორე ნახევარს, რომლის გამოც ამხელა მსხვერპლი გაიღო და უკუთავება დათმო, ფრთების ქონა არ უნდა. როგორც მახსოვს, არც იკეთებს თვითონ პერფორმანსის დროს არ უკეთია ეს ფრთები. აი, ძალიან მაგარი დეტალია ეს ჩემთვის რა. კი, ძალიან კარგი ის. თაშები გაუსპამოთ ფეისბუქელს კომენტარებში. კასტელი, რომელიც ანგელოზად რჩება, კონცერტს ესწრება მოკლედ რა, რომელსაც დამიელით ესწრება, ოღონდ მისთვის უკვე ფერადია და ასე შემდეგ, მაგრამ მისთვის შავთეთრია კასიელისთვის, რადგან ის ანგელოზია. ერთი მომენტია, როცა კედელთან დგას, რაღაცნაირად ეყრდნობა, მაგრამ თან ბოლომდე არ ეყრდნობა, რაღაცნაირად წინ არის წამოწეული და უკან არის ორმაგი ჩრდილი. და ერთი ჩრდილი, რომელიც უფრო მკრთალია, მუსიკის რითმს მიყვება. რამდენის თქმა შეუძლია ერთ კადრს და ერთ პატარა დეტალს, პატარა მეტაფორას ამ პერსონაჟის ყველაფერი ამოხსნა ამ კადრით, რომ განა მას არ უნდა რომ ადამიანი გახდეს. უბრალოდ ვერ ბედავს, ანუ ზოგი ხო არის რომ უფრო მარტივად ბედავს, ან მეორე ფილმთან დაკავშირებით იცინი ხო, რომელიც ჯერ არ მინახავს და მეორეში ალბათ ეგ ხდება ადამიანი. ან არ ხდება, არ მითხრა. ამდენი ტექსტი, ამდენი მონოლოგია, მაგრამ თან რაღაც მომენტებში წესიერი მონოლოგებიც არ არის, მაგრამ ნუ მაინც არის. ვერ იტყვი რომ ჩუმი კინოა. ამ დროს მთავარი სათქმელი რაც ითქმება, არის რეალურად ვიზუალით ნათქვამი და ასეთი ფილმები, სადაც ეს სიტყვები იმდენს არ ამბობს, რასაც ვიზუალი, როგორც წესი არის ხოლმე ძალიან სუსტი ფილმები. და აქ ასე არ არის, იმიტომ რომ ცალკე ის ტექსტები რაც ვილაპარაკეთ, რომ დაუშვათ ვიღაცა ნერვიულობს ელექტროგიტარაზე, ვიღაცა ნერვიულობს იმაზე, რომ დაღლილია. ცალკე ასე თითქოს არაფერს გეუბნება, მაგრამ ამ დროს ეგ სიტყვები ძალიან მეტყველია. ჩუმი არ არის, ნელი კინოა, მაგრამ ჩუმი არ არის. ხო და ნელი კინოს კიდე ცოტა სხვა ის არის. ანუ კი ნელი კინო არის, მაგრამ ჩუმი კინო იმ ხრივ არის, რომ ძალიან თანადროულ სიჩუმეები ძალიან გელაპარაკე. ეგ მინდოდა მე თქვა ზუსტად, რომ ეგ ეხლა თქვი ხო ძალიან. თქვი უკვე. ხო, ვიზუალურად საინტერესო ჩანართები არის პირველი მსოფლიო ომის ნარჩენების და ნანგრევების ჩანართები. თითქოს აი ამოვარდნილი არის ხოლმე რატო სვავენ ასეთ მომენტებს და აი რო ეხებიან ხოლმე, ნუ ეხებიან ანგელოზები. აი მაგ მომენტებში არის ხოლმე ჩართული ეს მეორე მსოფლიო ომის აი ეს ხო, ანუ მოგონებები არის რა ხალხის. არა მხოლოდ იმ წამს ას ფიქრობენ იმის გაგონება შეუძლიათ, არამედ მათი მოგონებების ანახვა შეუძლიათ რა. ეს ძალიან კარგი ხერხი არის, ამიტომ ძალიან ორგანულად ჩნდება მერე ეს რაღაც ფლეშბექები, ისტორიული ფლეშბექები ამ ფილმში. ერთი მომენტი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც სიტყვა უნდა აკეთებდეს ეს კინოში, რომ თავარი სათქმელისკენ გიბიძგებდეს ან უფრო აღრმავებდეს სამთავარ სათქმელს, მაგას აკეთებს ეს დიალოგიც და ეს არის როცა ყოფილი ანგელოზი, ამჟამინდელი მსახიობი, დამიელი მას ეკითხება უფრო სწორად, რომ ყველაფერი მინდა ვიცოდეო და თხოვს პასუხებს. ესეთ რაღაცას პასუხობს, მე ვერ გეტყვი, შენით უნდა აღმოაჩინო და მთელი აზრიც სწორედ ეს არის. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რასაც ეს ფილმი აგზავნის რა. ასეულსაც უკავშირდება, იმიტომ რომ რაც არ უნდა უთხრან სანამ თვითონ არ მივა იმ გადაწყვეტილებამდე, როგორც დამიელი მივიდა. იქამდე აზრი არ აქვს ლაპარაკს, ანუ ესე სიტყვით გაცემა და ჩემი თან ძალიან მაგარია, იმიტომ რომ კინოზეც შეგვიძლია გადმოვიტანოთ, რომ ნათქვამს მაგხელა აზრი არ, ანუ გეტყვის კი, მაგრამ ანუ აზრი არ აქვს, ვერ შეეგრძნო და რომ გაჩვენებს შენით რო ნახავ, შენით რო გაიაზრებ რაღაცას, აი მაგაშია მთელი მუღამი. დამიელია ფობს მე მგონი სწორედ რომ დიდხანს ვიყავით სამყაროს მიღმა. ამ დროს თითოეული ანგელოზი ყველაზე შიგნით სამყაროშია რა, იმიტომ რომ ჩვენში არის, იმიტომ რომ ჩვენში აღწევენ ჩვენ. ხო აი ეს მქონდა ასე აღნიშნული არაფერი გაგცემს იმაზე მეტად ხო თითოეულ ჩვენგანს ვიდრე ჩვენი ფიქრები. და სწორედ ამ ფიქრებში არიან, ეს იციან, ყველაზე ღრმა რაღაცა იციან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ძალიან
მიღმა არიან სამყაროში, ან მათი ნაწილი ვერ არიან. აი მე დავიწყე მე იმაზე ფიქრი, რომ აი მე ამ სამყაროში ძალიან მიღმა ხო არა ვარ. ხო, მიხვდათ იმისა, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ. გეთანხმები და ჩემი აზრით ზოგადად ამ ფილმის მიზანი, რისთვისაც გადაიღო ეს ფილმი, არის ეს ფილმი მანდომებს, რომ ადამიანი ვიყო. რაც არის ადამიანი ვარ, ალბათ ხო? იმდენად სხვანაირად აუთსაიდერის თვალით გაჩვენებს ადამიანობას და იმ ხელ სილამაზეს გაჩვენებს და მოგიწოდებს, რომ რაღაცეები დააფასო, რასაც უბრალოდ ბავშვობის მერე, შეიძლება ბავშვობაშიც არ აღიქვამ ისე, როგორც უნდა აღიქვამდე. რომ მართლა მანდომებს, რომ ადამიანი ვიყო, ოღონდ აი ამ ანგელოზებს, რომ უნდათ ადამიანობა, აი ეგეთი. ძალიან რენდ რომ მე მაქვს ჩანიშნული ეგეთი რაღაცა, რომ ზოგჯერ ვერ ხვდები, რომ ადამიანი ხარ, რადგან თავიდანვე ადამიანი ხარ. ანუ ესეთ რაღაცებს, რომ არ ვფიქრდებით რა. ეს ხო ის არის რომ რაღაც რაც იცი ერთია, მაგრამ რო იცი იმას, რომ აანალიზებ, ხო სხვა რაღაცაა და აი მე ანუ იმიტომ ჩავწერე ეს, რომ აი ძალიან გული მწყდება, რომ ვერაზროს ვერ გავიგებ. ხო, ბოლომდე ყველა შემთხვევაში რაც არ უნდა ვეცადო, იმიტომ რომ თავიდანვე ადამიანად დავიბადე და ამ ანგელოზებისთვის უპირატესობა რო არის, რომ დავშვა ჩვენ თავიდანვე ადამიანები ვართ, მე იმაზე დავფიქრი, რომ აი პირობითად დანიელი თუ კასიელი, რომელიც მე ადამიანები გახდებიან, დავფიქრი, რომ მე თავიდანვე ადამიანად დავიბადე და ამათ ეგ უპირატესობა რო აქვთ, რომ შეიგრძნონ ადამიანად დაბადება. ცოტა გული დამწყდა, მაგრამ თან ამ დროს ზუსტად ის, რასაც გეუბნება ვიმ ვენდერსი, რომ აი შენ ადამიანი ხარ, მერე უსებ სიამაყის განცდა და რაღაც მადლობა ღმერთო ადამიანად გავაჩინე. აი ეგეც დამემართა, რაღაც ცოტა გაორებული გრძნობასავით არის, მაგრამ გაასწორა. ფერებზე უკვე ვთქვით, აი გვანცამ კარგად ახსნა, რომ ადამიანის სამყარო ფერადია და ანგელოზების სამყარო შავთეთრი. თვითონ კამერის მოძრაობასაც ძალიან განასხვავებს ამ ორ სამყაროს. ანგელოზების სამყაროში ეს ბევრჯერ ვახსენე, პანორამული ხედებია, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი პანორამული ხედია და ამ თელ ატმოსფეროს და მართლა იმ დამკვირვებულ ხასიათს ყველაფერს ეგ ქმნის. როცა უკვე ადამიანად გადაიქცევა ადამიანი, უძრავი კადრები, აი უფრო ჩვეულებრივი მონტაჟი, ასე რომ ვთქვათ რა. აღარ არის ის თითქოს ფარფატის განცდა და თითქოს რომ დაფრინავდა ამ სხვა ადამიანის სამყაროს მიედმოედები და ეს ყველგან ხარ და თან არსად არ ხარ, ეგ განცდა აღარ არის, უფრო როგორც რეალურ სამყაროში არა. მონტაჟით და გადაღებაც კამერის მოძრაობას ეგეთია. კი, აი კამერის მოძრაობას მინდოდა აუცილებლად, რომ მე თქვა, აი ქორეოგრაფია ხო ფილმებს რაც აქვს ხოლმე განსაკუთრებით ეს უწყვეტი კადრები რაც არის ხოლმე თითოეულ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რომ ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას იყო როცა არის საჭირო და ასეთ ფილმი ვიცით ბევრი ძალიან კარგად გაკეთებული თუნდაც აი 1917 ავიღოთ თუნდაც კლიმაქსი ნოესი ხო ბოლო აი ეგ რო გავაცნობიერე რომ ბოლო 45 წუთი იმით იყო გადაღებული მეთქი რა სიგიჟეა მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გამჩენია ის იდეა და შეგრძნება რაც გამიჩნდა აქ იქ ქორეოგრაფია ძირითადად უფრო აქ ხო ქორეოგრაფიას ცეკვას არ ვამბობთ ხო ეს მოძრაობა რაც არის დახაზული უფრო ყურადღება და ურამაგრა არის გაკეთებული მსახიობებზე გადატანილი და რასაკვირველია კამერა რო ასე მოძრაობს შენს ვაუ გიხარია და ქსიამოვნებს მაგრამ აი ამ ფილმში ქორეოგრაფია პირველ რიგში დავინახე კამერის რა აი უბრალოდ კი არ მოძრაობდა კამერა ძალიან მაგრად ანუ კამერის ქორეოგრაფია იყო რა და ძალიან მაგარია ზუსტად ეგ რაღაც სიმსუბუქის განცდა ძალიან მაგრა იყო ანრი ალეკანი ძალიან კაი არის ხოლმე ზოგჯერ ასე ფილმების გადამეორება იმიტომ რომ რატომაც მახსოვდა რომ კამერა არ მოძრაობდა და უბრალოდ მონტაჟით იყო ძალიან ბევრი რაღაც გაკეთებული და განსაკუთრებით ბიბლიოთეკის სცენებში აი მან კამერა სულ აი რაღაც ძალიან ერთი ორჯერ არის ალბათ ჭრა ეგ პანორამული ხედები კიდე რაც ვახსენეთ ხო პანორამული ხედები ძალიან მაგრა მუშაობს განსაკუთრებით ბუნებაზე და ჩაკეტილ სივრცეში ასეთი მაგარი პანორამული ხედები რავი სიგიჟე იყო ანუ ძალიან ახლოს არის ეს ფილმი სრულყოფილებასთან აი ძალიან ახლოს არის ეს ფილმი სრულყოფილებასთან და სად არ არის
ეხლა მაგას მე ვიტყვი პირადად ჩემს მარიონის მონოლოგი დავახსენო აუცილებლად, იმიტომ რომ ფაქტობრივად იგივე რაღაცას ლაპარაკობს ფიქრებში, რასაც ბოლოს მონოლოგში ვერბალურად ხმამაღლა ამბობს. აი რამხელა განსხვავება ფიქრში წარმოთქმულ მონოლოგს და ხმამაღლა წარმოთქმულ მონოლოგს შორის. რაღაც არაბუნებრივი მომეჩვენა, მაგრამ აი ეგ მომენტი რო არის, კარგად რო ჩანს რამხელა განსხვავება, მაინც მომწონს. კმაყოფილი არ დავრჩი, მაგრამ თან თითქოს მაინც საჭირო იყო ასე რომ გააკეთა. მე პირადად ამ თვითონ მაგ მონოლოგში ერთადერთი რამაც გამოგზიანა იყო მსახიობი. არ ვიცი რატო, ანუ დანარჩენ სცენებში შეიძლება მაგიტომაც. შეიძლება მაგიტომაც რა, აი რაღაც ძალიან ხო, გამოგზიანა. შეიძლება მაგიტომაც, იმიტომ რომ რაღაც მაგ კმაყოფილი დავრჩი, ან ნახევრად კმაყოფილი ხო ვერ დავრჩები, ან რაღაც ხო. შეიძლება ეგ იყო, იმიტომ რომ იქაც აშკარად თვითონ საუბრობს ეხა ხმით, რაც დავამუღამე იქ პირს არ ამოძრავებს. იქ უბრალოდ დგას და სახე გაყინულია, გაშიშებულია, ძირითადად სტატიკურები არიან უმეტესწილად მსახიობები, ხო? რაღაც ანუ უკვე ემოციისს უწყებს და შეიძლება მართლა ეგ იყო. იმიტომ რომ ეგ თავიდანვე პირველივე სიტყვებიდან ჩანიშნული მაქვს, რომ ძალიან მაგრა მოუხდა თითოეულ სიტყვას, რაც ითქვა ამ ფილმში, თუნდაც ბოლო მონოლოგში გერმანული ენა. მე გერმანული არ ვიცი, უბრალოდ ანუ Dankeschön, ქაუდუნებად ბატონებო, ძალიან მაგრად მოუხდა. აი სიგიჟემდე მოუხდა ეს ენა, არ ვიცი, შეიძლება მარტო მეღუქვი ეგრე, ვინც გერმანული იცით. თვითონ მონოლოგში რო იყოს პრობლემა, ანუ ხმამაღლა წარმოთქმულ მონოლოგში და არა ფიქრში. სხვა მომენტებიც არის, როცა ხმამაღლა ამბობენ. ბევრი არა, მაგრამ ერთ-ერთი თვითონ დამიელი, როცა ეუბნება მეორე ანგელს ძალიან ვრცელ მონოლოგს, შეიძლება რომ ათეტიკაში გადაზრდილიყო მართლა რა, ანუ ისეთი რაღაცებია, მაგრამ არანაირად უბრალოდ აი იდეალური მომენტია, ანუ მანქანის სცენაში და ხო. აქაც დაახლოებით ეგეთი ანუ მხატვრული მონოლოგია რა, უბრალოდ ხო არ მუშაობს რაღაცნაირად. ხო, დაიყურე, ეგ არის საინტერესო, რომ მსახიობის გამო დამრჩა ესეთი ის თუ თვითონ მონოლოგშია პრობლემა, ანუ ეგ არის. ხო, ანუ მე მიმაჩნია, რომ ეგ უფრო ანუ თვითონ სახიობი, ანუ ის ფაქტი სად ამბობს, ანუ რეალობაში გარემოება, ხო. ანუ თვითონ მონოლოგი, როგორც ვთქვათ, სიტყვები როგორ არის დაწერილი, ხო, არა, ეგ არა. ხო, ანუ ძალიან თელ ფილმში რაც არის შინაგანი მონოლოგი იქნება თუ გარეგანი. თითოეული სიტყვა იდეალურად შერჩევა. მსახიობებზე დავსცენ მაშინ იმას, რომ ამ პერიოდში გერმანიაში არ გაუჭირდებოდათ კაი მსახიობების მოძიება, მაგრამ ფიზიკურად ტიპაჟი ყველაფერი როგორ იყო შერჩეული და აი განცის პერფორმანსზე უბრალოდ შეუძლებელია, რომ არ გაგიჟდე და გადაირიო, იმიტომ რომ აი ეს გარდატეხის მომენტი, ადამიანი რო გახდა, რა მაგრათაა გაკეთებული, იმიტომ რომ 2 საათიან ფილმში როგორი სტატიკურია, როგორი უძრავია, ძალიან თავშეკავებული, ანუ თითოეული მათგანი, სანდერის გარდა, ნუ იმ ღრიალის გარდა, მაგრამ ეგ ღრიალიც აი როგორ განგგმირავს მართლა ყურებს, გულს, ყველაფერს რო ინგმირავს და ამ დროს მაინც როგორი ძალიან თავშეკავებულია თვითონ მსახიობის მოქმედებაც, ანუ ეგ ცალკე ამბავია, ანუ ადამიანი რო ხდება, მერე მისი მოქმედება, ოღონდ როგორ ბუნებრივად ხდება და თან აი მომენტში კასიელთან ერთად რომ მიდის და ეგ ხო ზუსტად ის მომენტია უკვე ადამიანი რო ხდება ნაკვალევიც რა მაგრად არის გაკეთებული აი როგორ ბილად გადადის ანგელოზი და როგორ ხდება ადამიანი მაგ მომენტშივე როგორ მაგრა გამოჩნდა ანუ ვიღაც ექნება რომ იმის თანამსახიობები არიან რა გაგიკვირდა მაგრამ კი არ გამიკვირდა უბრალოდ ძალიან სასიამოვნო არის ასეთი რაღაცების ყურება და მგონია რომ არ შეიძლება რომ ასეთი რაღაც არ ახსენო რა თან ანუ ამ ორის ეკრანული ქიმია არის ძალიან მაგარი რა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სცენა არ აქვს ერთად, რა სცენებიც აქვს და აი ყველა დასამახსოვრებელია რა. მე ვაჯამებ ისე რომ ეს ფილმი არის მიყვარს. შევაჯამებ. არ ვაჯამებ, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ფილმზე ლაპარაკის. შეჯამება, იმიტომ რომ ეს ფილმი არის შეუჯამებელი. კი, მაშინ იმას ვგეტყვით, რომ Winds of Desire არის პირველი ფილმი და ამის შემდგომ სწორედ კასიელის ამბავი გრძელდება. როგორ მიხარი ეს ახავი რომ მაგიწია, ძალიან მიხარი. გადრევ ნახე, ჰოლივუდში აქვს გადაღებული ასეთი ფილმი ანგელოზების ქალაქი. სადაც მთავარ როლში არის ნიკოლას კეიჯი და მეგ რაიანი. და არის ყველაფერი ერთი და იგივე აბსოლუტურად. აშკარად ვენდერსის ფილმზე არ დაყრდნობილი. თუ დაგაინტერესებთ, იმასაც განვიხილავთ და შედარება საინტერესო იქნება. მოკლედ, დაგვიწერთ კომენტარებში, რომელი
ფილმის განხილვის მოსმენას ისურვებდეს ჩვენგან. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.